ტყიბულში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე გეოლოგების კიდევ ერთ ჯგუფს ელოდებიან. სპეციალისტების პირველადი დასკვნა სავარაუდოდ დღეს უნდა გახდეს ცნობილი. კურსებიდან ყველა ოჯახი ევაკუირებულია, ადგილზე მეწყერი გუშინ ჩამოწვა. დაინგრა ჯამში 10 სახლი. ირმა ჭოლაძე დეტალებით გვერდება ახლა მოამბის ეთერში. მეწყერმა სოფელ კურსებში 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ამ დროის მონაცემებით სოფელ კურსებში სრულად არის დანგრეული 10 სახლი და სტიქიის ზონიდან გაყვანილია 45 ოჯახი. მოქალაქეები გადაყვანილი არიან ქუთაისსა და ტყიბულში სასტუმროებში, რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას. მუშაობს საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები. მერის ინფორმაციით გეოლოგების ერთი დამატებითი ჯგუფი კიდევ ჩამოვიდა დედაქალაქიდან და სავარაუდოდ დღის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი გეოლოგების პირველადი დასკვნის შედეგები. სტიქიამ არა მხოლოდ სოფელ კურსებში არსებული საცხოვრებელი სახლები დააზიანა, დაზიანებულია ქუთაისი ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, რის გამოც უკვე მეორე დღეა გადაკეტილი აღნიშნული გზა. ქუთაისსა და ტყიბულს შორის მოძრავი ავტომანქანები შემოვლითი გზით სარგებლობენ და კიდევ ერთი ინფორმაცია ტყიბულის მერის ინფორმაციით რამდენიმე ადგილობრივმა სცადა შესული იყო საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც უკვე გითხარით რომ დაანგრეულია. მერი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან უსაფრთხოების ზომები და არ გადავიდნენ ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა აკრძალულია. მეწყრული პროცესები აქტიური არის სტიქიის ზონაში. დაემატა გეოლოგებს სპეციალისტები და უკვე ადგილზე იკვლევს დამატებითი ჯგუფებიც მიმდინარე პროცესებს. ადგილზე მონიტორინგს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 24 საათის რეჟიმში, ასევე მოგეხსენებათ რომ საგანგებო შტაბი არის შექმნილი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. რამდენიმე შესვლის მცდელობა იყო მოსახლეობის მხრიდან და მათ მოუწოდეთ რომ დაემორჩილონ სამართალდამცავებს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის. დილის ინფორმაციით გაიზარდა დანგრეული სახლების რაოდენობა, ვინაიდან როგორც წეგამთქვი რომ არის აქტიური მიმდინარე პროცესები და ველოდებით უკვე გეოლოგების საბოლოო შედეგს თუ რას დადებენ, რაც განსაზღვრავს ჩვენს უკვე სამომავლო სამოქმედო გეგმას. მეწყრული პროცესი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში გუშინ დილით გამთენიისას დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ რომ მათ უცნაური ხმები გაიგონეს და მიიღეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები და უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ.